ბატონ დავით ცოტა გაგვიგრძელდა ხო რაღაც გველოდებოდით მაგრამ პრინციპში ნელ-ნელა ვუკეთებდით შესავალს იმ თემას რა თემაზეც თქვენთან უფრო ფართოდ გსურს დღეს საუბარი რა თქმა უნდა მოდით ჯერ ფილმზე იმიტომ რომ თუ ჩემი პროდიუსერი მზად არის ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ უნისე ნაწყვეტი სადაც ბატონი დავითი ერთ-ერთ როლს განსახიერებს ამ ახალ ანიმაციაში. გარდა იმისა, რომ თქვენს რეკომენდაციებს დაეღრდნო ავტორი, რა როლი მოგანიჭათ ფილმში კიდევ? ხო, იქ ვარ ადამიანი მეგრელი, რომელიც ხმალს აჩვენებს აი ამ ჩამოსულ ადამიანს, რომელიც თავიდან ჯაშუშია მერე უკვე ჩვენ მხარეს გადმოდის თავისებურად, ანუ ის დემონსტრაციას უკეთებს ხმალს. სამწუხაროდ ხმალი დღეს არ წამომიღია, თუმცა როდესაც ეკითხება ფერარა თუ დავით ფერული, ორივე ეს პირები შემოდიოდა ევროპიდან და დაახლოებით აი ასე გამოიყურება ხევსურული ხმლებიც, ანუ პირები არის ევროპული, ციფრებს ჩვენ არ ვაწერდით, ციფრებს აწერენ ძირითადად ევროპელები. ჩვენ თუ გვინდა დავიტანოთ თარიღი ეს არის მე-17-18 საუკუნე, ჩვენ ქართულ ასოებს ვიყენებთ, მაგალითად Чყ და ეს არის 1805 წელიწადი მაგალითად. რას გამოხატავს ეს აბრევიატურა თუ ეს? Ч არის 1000, ყ არის 800 და ესე და აქ ციფრებია ხოლმე დატანილი ხევსურულ ხმლებზე. ანუ ეს ხმლები ნაწარმოებია ევროპაში და შემოტანილია შემდეგ საქართველოში. ეს არის გორდები თუ დავით ფერულები, ან დავით ფერარა არის დავით ფერული და აი ესე გამოიყურება ეს ხმლები. ეხლა კიდე რა განსხვავება ერეკლესა და მაგალითად ვახტანგის მე-6 ეპოქაში ან იქამდე ეპოქებში. ერეკლე არის სერიოზული რეფორმატორი ჯარში. ერეკლეს დროს ქრება სიტყვა შუბი და შულდისარი. ერეკლეს დროს არის მორიგე ჯარი, ანუ ქრება ფეოდალური გაწვევა. ერეკლე იწვევს ჯარში ხალხს სახელით. ანუ სოფელში მოდის წერილი, რომ მაისში მორიგეობს ეს, აპრილში მორიგეობს ეს და იქ თავადი აღარ წყვიტავს ვინ გავიდეს ჯარში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის სახელმწიფოს ქმნის და არ არის ფეოდალური მეფე. ეგ არის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი. ამას გარდა უამრავ ციხესიმაგრეს ზედასართულებს მოუნგრევს და სათოფურებს უკეთებს და ახალ ციხეებს აშენებს ვაკეში. ანუ არა მთაზე, არამედ ვაკეში და თანამედროვე ბრძოლის სისტემას ირჩევს. კიდევ რა არის მისი ევროპული ნაბიჯები. მაგალითად თუ ადრე სახელები იყო აი თოფჩიბაში, მინბაში, узბაში, ანუ სპარსული სახელები იყო მეთაურების, მაგალითად შემოდის ევროპული სახელები, აი ოფიცერი, ფელდცეხმეისტერი, ანუ გერმანული, იმიტომ რომ მაშინ პრუსია ერთ-ერთი მოწინავე ნაპოლეონამდე არის პრუსია. და ეხდნობა ამ სტატუსების გადაწყვეტაში? ოფიცრის სახელი, ფელდცეხმეისტერი, ანუ ოფიცერს უცვლის სახელს სპარსული სახელიდან გადადის ევროპულ სახელს. განსხვავება რა გვაქვს? განსხვავება გვაქვს რამოდენიმე, მაგალითად, ჩვენთან თუ აი ამ ტიპის ზარბაზნებია, აი ასეთი ორნამენტირებული ზარბაზნებია, ზარბაზნები ევროპული ერეკლეს გადააქვს ხარკამეჩით. იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს იმ ჯიშის ცხენები, რომლებიც მაგალითად მთაში გაწევენ. ხო, მძიმე ზარბაზნებს ვერ გაწევენ. მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ პატარა განსხვავება, მაგალითად დამბაჩაზე გავაკეთებ დემონსტრირებას. ჩვენ გვაქვს გარე ჩახმახები, ანუ შიდა ჩახმახი არა გაქვს, ეს არის ესპანურ-მავრიტანული მიკელეტის ტიპის ჩახმახი, რომელიც შედის თურქეთში. ჩვენ ამ ჩახმახებს ავამჩატებთ და ამის შემდეგ ჩვენ გარე ჩახმახიანი თოფები გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი განსხვავება ქართულ-კავკასიური სამხედრო კულტურისა ეს ის არის, რომ ჩვენ თოფებს, აი არასოდეს, აი მაგალითად ესაა სპარსული თოფი ფითილზე და თითქმის მსგავსი იყო, ოღონდ ქართულ თოფზე ჩვენ არ გვაქვს ხიშტები. ანუ ხიშტს არ ვამაგრებთ, აი ესაა ქართული კლასიკური თოფი. ხიშტს არასდროს არ უკეთებთ თოფებს, რის გამო ჩვენ ვატარებთ ხანჯლებს. რა იცულება ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლასთან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. სანამ ამას ამიხსნით, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ შუბები და მშვილდისრები ქრებაო, ხო? ერეკლე მეორის მმართველობის დროს და ცეცხლსასროლზე გადადის. ავამჩატეთო ახსენეთ და მოდით მაყურებელს ავუხსნათ. ავამჩატეთ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რასაც ახლა თქვენ გვეხსნით, იმ ევროპულ გავლენებს მათ შორის შეიარაღებაზე
და ზოგადად იარაღის მოდელებზე გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი წარმოება გვქონდა. ადგილობრივი წარმოება ჰქონდა და ერთგვარად upgrades, ანუ მოდერნიზაციას უკეთებ თავისებურს. ანუ თუ მაგალითად თურქულ თოფზე უზარმაზარი კონდახია, ჩვენ თოფებზე არის ძალიან მცირე კონდახი. აი თითის დამცავები, რაც ევროპულ პისტოლეტებს და თოფებს, ისიც კი არა. ეს რატომ მაღალმთაში დაბალი ჟანგბადის არსებობის გამო მალე იღლება ადამიანი. ამიტომ ყველაფერზე ხდება უარის თქმა, ანუ ბევრ რამეზე ვიძახით უარს. აი მაგალითად, აი ეს არის კლასიკური ვადაჯვრები. დიახ. აი ეს არის კლასიკური ვადაჯვრები და ერეკლეს ჰქონდა ესეთი ხმალი, აი ესე ახრილი, შამშირი ჰქონდა ირანული ტიპის და შემდეგ გადავდივართ, აი ხედავთ ვადაჯვრები ქრება. ანუ თუ იყო თავის დამცავია ვადაჯვარი, სწორედ დიახ. შემდეგ ნელ-ნელა გადავდივართ უვადაჯრო ხმლებზე. იმერეთში მაგალითად აი ესეთი კაბიანი ხმლები, აი ხედავთ რომ აქაც არ არის ვადაჯვარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმასე რომ ევროპული აი აქ მაგალითად ეს ფერარები და ისე, აი ეს გორდები და ანდრია ფერარები. მიუხედავად იმისა რომ ევროპული პირები გვაქვს, ჩვენ არა გვაქვს გარდები, ანუ ევროპაში ძალიან განვითარებული თითების დამცავები აქვს, ჩვენთან ეს თითის დამცავები ქრება. ასევე ჩვენ არა გვაქვს კონდახი და არა გვაქვს ხიშტი, ჩვენ გვაქვს ხანჯლები და ეს არის მერე საპირისპირო მოდა შემოგვაქვს ჩვენ, როდესაც შემოდის რუსეთის იმპერია, იქით გადაგვაქვს ეს და ალბათ იცით ნიკოლოზ მეორე პირველი მსოფლიო ომის დროს დადის როგორც კავკასიელი თავადი, იმიტომ რომ ხელების აკაპიწება ნიშნავდა რომ გლეხი ხარ და გახსნილი სახელოები და ანუ კავკასიურ მოდაზე გადადის რომ აუცილებლად უნდა იყოს უვადაჯვრო შაშკა და უნდა იყოს ხანჯალი. იმიტომ რომ ხიშტებს არ ატარებენ არც მერე კაზაკები, რომლებიც კავკასიურ მოდაზე გადმოდიან და დამბაჩები და თოფები კაზაკებს, მაგალითად, როდესაც რუსეთი უმზადებს თუნდაც ბელგიაში, არ აქვს თითების დამცავი და კონდახი არაა მასიური. ანუ ევროპაში დამზადებული სპეციალურად, ანუ კავკასიურ სტილზეა. ანუ კი ევროპულია. სპეციალურად მათთვის დამზადდა, რომ ისინი მაქსიმალურად უნდა გავდნენ კავკასიელებს. ახლა რა განსხვავებაა? ჩვენი თოფები ყოველთვის იყო ძირითადად სანადიროდ ყიდულობდა ადამიანი და მერე საომრად, იმიტომ რომ ომი ყოველ წელიწადს არა, ომი ძირითადად არის, დაახლოებით 15 წელიწადში 10 წელიწადში. ხო, ამიტომ ადამიანს თოფი თუ უნდა, ეს არის კერძო საკუთრება, მას ჯარი არ ურიგებდა. თვითონ ყიდულობდა. ეს თოფები იყო ხრახნილ-ლულიანი. განსხვავება რაშია? კალიბრში. ანუ თუ რუსული თოფის კალიბრი არის 7.9 მმ, 19-იც კი არის, საქართველოში 9-დან 12-მდე. აი დაახლოებით, რასაც ჩვენ ბოლოს. ხო, მაგრამ ეს თოფები არის ხრახნილ-ლულიანი, იმიტომ რომ არის განსაკუთრებულად სანადიროდ, იმიტომ რომ თაში თქვენ ვერ ინადირებთ 50 ნაბიჯზე. უნდა ინადიროთ ძალიან შორ დისტანცზე, მაგალითად ჯიხვზე, დათვზე, 300 ნაბიჯზე შორს. და ეს თოფები ისვრის 300-დან 400 ნაბიჯს გააჩნია რა ლულა აქვს და როგორი ხრახნები აქვს. არის ღარები და არის ხრახნები. პოლიგონალური ღარებიც არის და ეგ არის განსაზღვრელი თუ როგორი იარაღი ქონდა კავკასიაში. ანუ მაგალითად, კავკასიელებს ვერ ეყოლებოდათ მუშკეტიორები, იმიტომ რომ ხიშტებს არ ვაკეთებდით და მუშკეტიორებს ძირითადად გლულულიანი მოკლე თოფები აქვთ კონდახებით, რომელსაც ურტყამენ გამოვან მდგომარეობაში და კარეში დგებიან და არ აყავს გრენადიორები, რომლებიც სულ სხვანაირი ტიპის ჯარებია, ძალიან მაღალი ჯარისკაცები არიან, რომლებსაც აქვთ ხუმბარები. უნდა ცეცხლს მოკიდებული, მერე შეტევაზე ჯერ გრენადიორები მიდიოდნენ, მერე მიდიოდნენ მუშკეტიორები. ქართული ჯარი ძირითადად იყო იეგერები. ანუ იეგერი ვინა? ეგ არის მონადირე, რომელიც არ დგება მწკრივში, დგება გაფანტულად და ისვრის ძალიან შორს. მაგრამ დატენვას, როგორც ვიცით, ძალიან დიდი დრო უნდა, ხო? ეგ არის ყველაზე დიდი მინუსი ამ თოფის, რომელიც ისვრის ძალიან შორს, მაგრამ მთელი ჯარი ფაქტიურად ჩვენ ყავდა მონადირეები. ჩვენ ახლა ვისმენთ იმ ეპოქაზე ინფორმაციას და ძალიან საინტერესო ნაკვლევს ჩემთვის პირადად და დარწმუნებული მაყურებლისთვისაც იმ საქართველოს პერიოდზე, როცა საქართველოს ძალიან ბევრი მტერი ყავს, დიდი გამოწვევების წინაშეა და თქვენთან საუბრიდან გამომდინარე, ჩვენ ვხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღია ალბათ არ იქნებოდა და ადვილი და ხელმისაწვდომი, ხო? მაინც სწორება არის ევროპულ შეიარაღებაზე. რა თქმა უნდა, დიახ.
ანუ ირანის ცდილობს, ანუ ჯერ შახაბასის დროს, მერე აღამაჰმად-ხანის დროსაც გადავიდეს ევროპულ ყაიდაზე. ანუ რამენაირად ან საფრანგეთი, ან ინგლისი და ისინი ეცვლებიან, ისინი იქ ერთმანეთს ხშირად ეცვლებიან. როგორც კი ინტერესი იცვლება, მერე ქრება. აი მაგალითად, მერე ერეკლეს მერე ნაპოლეონის ომების დროს ინგლისი შედის ირანის ტერიტორიაზე და ინგლისი წვრთნის, თუმცა იქამდე საფრანგეთი წვრთნიდა ირანელებს. ანუ როგორც კი ნაპოლეონი დაამარცხეს, მერე ინტერესი ქრება და გადიან ინგლისელები ირანიდან. თუმცა იქამდე მაგალითად იყო მათი ინტერესი და ანუ ყველა ცდილობს თავის ყაიდაზე შეაიარაღოს და გაწვნას ირანული ტომები. მაგრამ მათ ეს არ გამოდით, იმიტომ რომ ისინი ძირითადად არიან მომთაბარეები და ძალიან რთულად უჭირთ ანუ გადავიკითხოთ ბრძოლების რაოდენობა და შედეგები, რასაც აღწევდა კავკასიელი და ქართველი, მაგალითად დაღესტნელებმა მთელი ნადირ-შაჰის ჯარი გაანადგურეს დაღესტანში. იგივე ხდება ერეკლეს მიმართ, იმიტომ რომ ერეკლეს ძალიან ეშინიათ. ერეკლე სერიოზული რეფორმატორია. ერეკლე, როდესაც ჩაიგდებს ხელში ზარბაზნებს, გადაასხამს ყველას ერთ კალიბრზე. რატო? იმიტომ რომ ქონოდა ბევრი ჭური, რომელიც არ დამთავრდებოდა. და ყველა იყო ერთნაირი, ანუ ზარბაზნები აქვს ერთნაირი, ერთი სტილის, ჭურვები არ თავდება და საველი არტილერია აქვს. ანუ სადაც მიდის, ის იძახის. ჯერ ზარბაზნები ესროლეთ, მერე თოფდამბაჩა და მერე მხოლოდ ხმალიო და მერე რასაყოლებს. არ გაეკიდოთო, ჩასაფრება იციანო, იმიტომ რომ ისინი ცხენოსნები არიან, ჩვენ უფრო ძალიან გვიჭირს კავალერიაში. ყოველთვის ჩვენი პრობლემა არის კავალერია და მაგის გამო ერეკლეს უნდოდა ჩერქეზების გადმოსახლება, როგორც დავითმა ყივჩაღები გადმოასახლა. პირველი აცრა ალბათ იცით ერეკლემ, იმიტომ რომ ის გადმოსახლება ჩაიშალა, იმიტომ რომ ეპიდემია დაიწყო და პირველი აცრა ერეკლემ ჩაატარა ზუსტად მაგ ეპიდემიების გამო. ძალიან სერიოზული რეფორმატორია ერეკლე. და ერეკლე რეალურად პირველად, როდესაც ელჩობა საგზავნეს რუსეთში, ის არ თხოვს დახმარებას, ის თხოვს ირანში შეჭრას, რო აღადგინოს ტახტზე თავისი დაბრმავებული სიძე და თავისმა დამ მართოს ირანი. 1761-62 წელს თეიმურაზი რო გააგზავნეს რუსეთში, საქართველო არ ითხოვს დახმარებას, საქართველო ითხოვს ირანში შეჭრას და იქ თავისი სიძის დაბრუნებას ტახტზე. ეგ არის სიმართლე, რომელზეც ჩვენ დიდი მადლობა ბატონ დავით, სანამ გაგაცილებთ სტუდიიდან. გიგი თევზაძე ცხაზზე ყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ასევე იყო ერთ-ერთი რეკომენდაციის გამცემი ფილმის შესაქმნელად, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ და რომელსაც დღეს ღამის ეთერში ტელეპრემიერაზე სწორედ TV პირველი შემოგთავაზებს. ბატონ გიგი, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენს მიერ შეთავაზებულ რომელ თეორიებს დაეყრდნო პაპუნა დავითაია, რომ შეექმნა ფილმი 300 ჯვაროსანი, რომელიც 300 არაგველის ისტორიას გულისხმობს. თეორია რა გითხრა, თუ თეორია ერთია, ესე მეკუთვნის ეს თეორია, ესე იგი 2017 წელს არის გამოქვეყნებული წიგნში სხვა ისტორია და ეს ეხება ესე ქვია ტამპილერების უკანასკნელი საცხოვრებელი. აი ამ ჩემი კვლევის მიხედვით ხევსურები არიან აი დაკარგული ტამპილერების შთამომავლები. შთამომავლები კი არა, ნუ ხევსური კულტურა ატარებს აი დაკარგული ტამპილერების კვალს. ეხლა თქვენთვის ცნობილია, რომ 1307 წელს ტამპილერები გაიქცენ ევროპიდან, გამოიქცენ ფილიპ ლამას და შემდეგ მათი კვალი იკარგება. ანუ ჩვენ არ ვიცით ისინი სად წავიდნენ, როგორ წავიდნენ, სად არიან. არსებობს ნუ რამდენიმე თეორია, რომ ისინი შეიძლება შოტლანდიაში წავიდნენ, ისინი შეიძლება ესე იგი ესპანეთში გაიქცენ. და კიდევ უფრო დიდ ფანტაზიას იყენებდნენ თეორიებში, როცა ამტკიცებდნენ, რომ ისინი პირდაპირ გადავიდნენ განსხვავებულ განზომილებაში, ხო და ბევრი იყო, ხო, ფანტასტიკური ესე იგი ფენტეზი ჟანრის მოთხრობებიც არსებობს, ფილმებიც არის გადაღებული, როგორც ვიცი. და ხა ჩემი ინტერესი უპირველეს ყოვლისა ემა გამოიწვია, რომ მე თვითონ ძალიან ბევრს მოგზაურობ, დიდად მოგზაურობ საქართველოში, ესენი ტოპონიმების ძალიან მსგავსება, ესე იგი ევროპულსა და ხევსურულ შორის, მაგალითად ისინი ისეთ ტოპონიმები როგორც არის შატილი, მუცო, ქაჩუ, გურო, ხო, აქ დაანადგ‌ულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს მათი ფრანგული და ცენტრალურ ევროპული ეს წყაროები, ნუ მაგადა შატო, ისა მუზო,
ფეშუ, გვერ ეს ისენია. ძალიან ახლო დგას. არხოტი ძალიან გავს იმას არხეიკა, ძველს, რაც ნიშნავს იმას ევროპულ ენაზე. და არა მარტო ეს, მათი ისა ჩაცმულობა, რომელიც ძალიან გავს სტამპილერების, სერჟანტების ჩაცმულობას, როგორც ჩვენ ვიცით აღწერებიდან, მათი შებრძოლების წესები, არის ძალიან საინტერესო ავტორი, ნოშრევან არაბული, რომელიც ჯუთას ცხოვრობს ახლა. მას აქვს ძალიან საინტერესო წიგნი, რომელსაც ქვია შუღლი. აი შუღლში ის აღწერს იმას, თუ როგორ გავს ხევსურული ფარიკაობა, გეცნობა როგორ გავს ადრეული შუა საუკუნეების ესეთ დუელს, როდესაც გამოიყენებოდა ზუსტად ისეთი გვალი ფარი, როგორც ხევსურებს აქვს, ზუსტად ისეთი ხმალი და მოკლედ მთელი წიგნი ამას ძალიან საინტერესოა, ყველას ურჩევ, რომ ეს წიგნი წაიკითხოს. და თვითონ ისტორია როგორ მოხდა, რატო მოხდნენ ტამპილერებს ახლა ის ქონდა დაახლოებით 2000 კაცამდე იყო, ისინი ესე კოგებით, ამ წყალძელიანი ნავებით წამოვიდნენ იქიდან ევროპიდან. არც ისე დიდი დრო ჭირდება საქართველოს სანაპიროების მოღწევას, როგორც შეიძლება დღევანდელმა ადამიანმა წარმოვიდგინოს, მაგრამ ის არის რატო არის ამ შემთხვევაში საქართველოს კარგი ადგილი ტამპილერებისათვის, იმიტომ რომ ისინი გაურბიან იმას ძალიან ძლიერ მეფეს, რომელსაც რომის პაპის კი დაითანხმა, რომ ესე იგი შეეჩვენებინა და დაეგმო ტამპილერები, რომელსაც არ უნდოდა, მაგრამ ფილიპ ლამაზი ძალიან ძლიერი მეფე იყო. და ისინი უწასრულებენ მაქსიმალურ შორს, რომ მოშორებულიყვნენ, გაცვლოდნენ იმას ევროპის აი ამ ფილიპ ლამაზის გავლენის სფეროებს. გასულიყვნენ ამ სფეროდან. ბატონო გიგი, არ ვიცი ხა ეს უბრალო შემჩნევა ჩემი ძალიან დილეტანტურ დონეზე, თუნდაც ის რომ თქვა ხევსურთა კოსტიუმებში ასე აქტიურად არის გამოსახული ჯვარი. კი, ზუსტად მაგას ვამბობ, ძალიან გავს სერჟანტის იმას ფორმას, სტამპილერების სერჟანტის ფორმას, რომელიც იმ დროს ეცვათ იმას სტამპილერებს. ნუ გარდა ამისა, ფარიკაობის გარდა ესე აი მაგალითად ის სტოლფრობა და წაწლობა, ხო, რომელიც ძალიან ესეთია, ძალიან მხოლოდ იმასაც არის სტამპილერის მხოლოდ ხევსურებისთვის არის დამახასიათებელი, არის ასევე შავშიც. თუმცა ეს საინტერესო ამბავია, ესე იგი მისი ანალოგი არის მხოლოდ ესეთი ესე იგი ევროპული წესი. სქესობრივი ცხოვრების, რომელსაც ქვია ბანდლინგი და რომელიც სხვაგან არ არის ამ გარემოში გარდა ევროპისა, არსად არ აღიწერება, არსად არ აღინიშნება და უნდა ითქვას, რომ ეს თვითონ ძალიან საიდუმლო იყო ეს სწორფრობა და წაწლობა, იმათ რომ თვითონ ხევსურები ძალიან საიდუმლოდ ინახავდნენ. აი მაგალითად მე-19 საუკუნეში არც ერთ მოგზაურს, მათ შორის ქართული წარმოშობის ერისტოს, არც ზესერმანს, რომელიც იყო ესე იგი შესანიშნავი ქართული ცოდნე და შავების ძმა იყო ფაქტიურად ვერ არჩევდნენ ქართველებისაგან, ამათ არაფერი არ უწერიათ ამ სწორფრობაზე და წაწლობაზე. იმიტომ რომ ხევსურები ამას ძალიან მალავდნენ და პირველი ეთნოგრაფი და მე ვთვლი რომ ეს რაღაც ეთნოგრაფიული გმირობა არის სერგი მაკალათიას მიერ, სერგი მაკალათიამ ჩაიწერა პირველი აღწერა მან. ამავე დროს დაახლოებით ახლა მე არ ვიცი და ამისი დადგენა ძალიან ძნელია, შეიძლება სერგი მაკალათიამ და იმან ჯავახიშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილმა ერთად იმოგზაურეს იმაში, იმიტომ რომ აი დაახლოებით ამავე დროს გამოვიცა რომანი თეთრი საყელო, სადაც ასევე პირველად არის აი ამ იმისი წაწლობა აღწერილი. ეს ჩვენ ვუყურებთ ახლა ამას როგორც ძალიან იმას, ხო, ძალიან ჩვეულებრივ ამბობს, თორე ეს აი ესეთი იყო, ესე იგი რაღაცა აღმოჩენასავით იყო იმდროინდელი ქართველებისათვის, რომ ხევსურეთში ესეთი წესი არსებობს, ხო, და ეს ძალიან გავს ბანდლინგს. თითქოს და მიუღებელი ხდებოდა ქართველების. არა, მიუღებელი არა, საიდუმლო წესია ეს, ეს იგი ტამპილერებში ეს იყო საიდუმლო წესი, გადავიდა ხევსურეთში როგორც საიდუმლო წესი და უმალავდა ყველას, იმიტომ თვითონ ეს საერთოდ ესე იგი სექსუალური ცხოვრება ხევსურეთში ძალიან დამალული იყო ტრადიციულად, ანუ არ ლაპარაკობდნენ, არ ამბობდნენ, ცდილობდნენ რომ ეს დაეფარათ, ცდილობდნენ რომ ეს ესე იგი არ იმას ეკნათ, არ გაეხმაურებიათ. და დროს წაწლობა იყო ისეთი რაღაც თითქოს რაღაცნაირად ღია იყო ეს ყველაფერი და ცოტა თამამიც იყო. არა, ღია არ ყოფილა. ნუ ეხლა თვითონ მათ რა თქმა უნდა იცოდნენ, მაგრამ ხო გეუბნებით, რომ ესე იგი არც ერთ მოგზაურს ესე იგი სერგი მაკალათიამდე ეს წაწლობა არ აღუწერია, როგორც ხევსურების ცხოვრების წესი, ანუ დააფარული იყო რა. საინტერესო. დააფარული, როგორც აი დაუშვათ ტამპილერები დამალავდნენ ესე იგი თავიანთ. ბატონო გიგი, ბოლო კითხვა და უნდა დავასრულოთ საუბარი. იცით, თქვენი აზრი მაინტერესებს. თქვენ ხომ ახლა კონსულტანტი ხართ ფილმისა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ანიმაცია მოზრდილებისთვის, შევახსენოთ მაყურებელს. როგორ ფიქრობთ ამ ფილმში, სადაც პაპუნა დავითაია ცდილობს გააცოცხლოს ერეკლე მეორის ეპოქა, სადაც ფილმს უძღვნის გმირულად დაღუპულ 300 არაგველს. სახელწოდებაში გამოაქვს 300 ჯვაროსანი.
დღეს ჩვენს ეთერში უკვე უანონსებს მაყურებელს, რომ ვინც შეფასებას დავაპირებთ ამ ფილმის და ვინც ჩაუჯდებით ამ ფილმის პირველის ღამის ეთერში დღეს აღმოვაჩენთ სწრაფვას ევროპისკენ. აგერ ბატონმა დავით ნასარიძემ დღეს გითხრა, რომ სწორედ ევროპულ იარაღზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო სტრატეგიებზე იყო ორიენტირებული მეფე ერეკლე მეორე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენს ამ ფილმით თანამედროვე მაყურებელი? მე ვფიქრობ, ქართველი მაყურებელი ძალიან ბევრი რამის აღმოაჩენს, თუნდაც აი ამ ტატყობის შესახებ, თუნდაც აი ხევსურული ფარიკაობის შესახებ, თუნდაც აი ხვლებს, რომელიც იყო, ესე იგი, დავით ფერული, რომელიც დავით ფერარია წინამძღოლში, ამას ყველაფერს ნახავს და ნახავს იმ კავშირს, რომელიც იყო, ესე იგი, ახლა ლაპარაკი რა პერიოდზე, ხო, ესე იგი, ეს კავშირი ევროპასთან, რომელიც პრინციპში არასოდეს აწყდებოდა და ესე იგი, ჯვაროსნებზე ბევრად უფრო ადრე იყო და იყო საქართველოს აი ამ იმისი ევროპის ნაწილი, როგორც ესე იგი, რელიგიურად ასევე მსოფლმხედველურად წარმოადგენს, ზუსტად იმას აღმოჩენს, რომ ეს არ არის ახალი რამე. ძალიან დიდი ხნის ისტორიის ის არის, შედეგია, ძალიან დიდი ხნის ისტორიის ნაწილია და აი ეს არის. ხოშორის ძალიან ცუდად არის საქართველოში გაგებული ისა ავტოქტონურობა და ეროვნულობა. გონიათ, რომ ეს უნდა იყოს ჩაკეტილი, ეს უნდა იყოს. ხოშორის საბჭოთა კავშირი ეს იყო, იმიტომ რომ ქართული ისტორიკოსები პირდაპირ უბიძგებდნენ, რომ საქართველოს მაქსიმალურად ეს სტალინური ისტორია, მაქსიმალურად ავტოქტონურად და მაქსიმალურად ადგილობრივად წარმოაჩინა და მოესწოთ ყოველგვარი კავშირი, დაუშვათ იგივე ევროპასთან თუ მის გარემოსთან. ამიტომ ამას ნახავს ქართველი მაყურებელი და ამ მხრივ მე ვფიქრობ ეს ფილმი ამ მხრივად, მე ვფიქრობ ეს ფილმი რასაც დღეს ნახავ, ძალიან ღირებულია. განსაკუთრებით აი მისი, აი სწორედ აი ერეკლე მეფის საბჭოში, იმიტომ რომ ესეც რაღაცნაირად დამალულია ფართო საზოგადოებით და რომ ერეკლე მეფე იმიტომაც გაუძლო პრინციპში პირობები არ იყო კარგი იმ დროს, ესე იგი, როდესაც აღამახალხმანა შეუტია, მაგრამ სწორედ იმიტომ გაუძლო, რომ ჰქონდა ევროპული იარაღი და აი დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შედარებით პატარა ჯარმა გაუწია აღამახალხმანის აი ველურ შემოტევას, ამითაც იყო განპირობებული. ასე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირი და ჩვენი ორიენტაცია და ჩვენი ძალიან ხორცეული, ხო, მაგალითად ხევსურები არიან ევროპელები, თავიანთი კულტურით არიან ცხოვრები და ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა პარალელებისთვის. ხო, დღევანდელ პირობებში ეს პარალელები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ამ პარალელებზე საუბარი. მადლობას გადაგიხდით. ბატონ გიგი თევზაძე. სხვათა შორის თუ არ გავიდა ეთერიდან. ხო, ფილმი ინგლისურ ენაზე იწყება. ბატონო გიგი, პირველი 3 წუთი. ინგლისურ ენაზე ეს ფილმი რეჟისორმა კი ახსნა რატომაც, იმიტომ რომ ბრიტანელი ჯაშუშია, მკვლევარი მეცნიერი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და ის ფილმის მიმდინარეობის დროს ისწავლის ჩვენს ენას, ქართულს ისწავლის კარგად, ხო? მაგრამ თქვენ იმ ფილმის კონსულტანტი ხართ, რომელიც ინგლისურად იწყება და ისედაც ძალიან ბევრ კითხვას გაუჩენს ალბათ და რაღაც საბაბს მიცემს კიდევ ადამიანებს დამატებით მითები შეთხსან თქვენზე და მინდა რომ წინასწარ მხნეობა გისურვოთ, რა თქმა უნდა, ღიმი უნარევა კომენტარია. მადლობა. კარგად იყავით. გიგი თევზაძის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს დავამშვიდობებით და ძალიან დიდ მადლობას გადაუხდით დავით ნასარიძეს, ეთნოგიდს და ქართული იარაღის მუზეუმის დამფუძნებელს ჩვენს გაცემაში სტუმრობისთვის.